მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანა ავალიშვილი და Silk Universal-ზე წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ გადაცემას კონსულტაცია ვეტერინართან. ჩვენი სპონსორია ვეტერინარული კომპანია მეგავეტი. ყველაფერი თქვენი 4 ფეხა მეგობრებისთვის. გადაცემაში დღეს ნახავთ მოხუცი ძაღლების მოვლა, სახსრების პრობლემები ასაკოვან ძაღლებში, დიაგნოზი და მკურნალობა, შარტ-კენჭოვანი დაავადებები, პროფილაქტიკა და მკურნალობა, ექიმი ვეტერინარის ვახო მამალაძის კონსულტაცია. რუბრიკა სტუმარი ცხოველთა მოყვარულს და ბლოგერს ნათია ბახტურიძეს და მის 4 ფეხა მეგობარს მასპინძლობს. რა გახდა ცხოველების თემაზე შექმნილი ბლოგის ინსპირაცია? ამას ჩვენი სტუმარი თავად გვიამბობს. იმისათვის, რომ თქვენი ძაღლი მუდამ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, აუცილებელია საკვების სწორად შერჩევა. ვეტერინარული კომპანია მეგავეტი წარმოგიდგენთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ფრანგული ბრენდის ვირბაკის ჰიპერპრემიუმი ხარისხის ძაღლისა და კატის საკვებს. ვირბაკის პროდუქცია შეისწავლეს და ერთხმად საუკეთესოდ აღიარეს მსოფლიოს ცნობილმა მეცნიერებმა. ვირბაკი თქვენი საყვარელი ცხოველის ჯანმრთელობის გარანტიაა. პროდუქციის შეძენა შეძლებთ როგორც საქართველოს ბაზარზე არსებულ ვეტაპთიაქებსა და ზოომაღაზიებში, ასევე მეგავეტის ქსელში. მისამართი: საბითულმო ბაზა, ცენტრალური ოფისი, წერეთლის გამზირი 117D, ქალაქი თბილისი. ტელეფონი 0322 83 20 20. ვეტერინარული აფთიაქი, ზოომაღაზია, საცალო ბაზა, წერეთლის გამზირი 125. ტელეფონი 591 09 33 33. წერეთლის გამზირი 133B. ტელეფონი 551 00 11 44. მაშასე გადაცემის სამედიცინო ნაწილში ტრადიციულად ექიმ ვეტერინართან ვახო მამალაძისთან ერთად შემოგიერთდებით. მოგესალმები ვახო. მეგავეტის ოფისიდან მივესალმოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. აი ხშირია შემთხვევა, როდესაც დედა დაიკარგა, მიუსაფარი ძაღლების შემთხვევაში აიყვანენ ლეკს, არიციან ადამიანებმა რით დაეხმარონ, ხშირად არასწორად კვებავენ, დაუშვათ ძროხის რძით. იყო კიდე შემთხვევები, როდესაც ლეკვებს ცოტა უჭირთ მისი მონელება, შებერილობა და სხვა პრობლემები აქვს. აი როგორ დავეხმაროთ, როგორ გამოვზარდოთ ლეკვები დედის გარეშე? მოდით ჩვენი ტელემაყურებლების თხოვნა გავითვალისწინოთ, მივცეთ რჩევები. კი, ნამდვილად ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, როდესაც მეძუძურ დედას დაუშვათ არ აქვს რძე, ვერ კვებავს ლეკვს, ან თუნდაც სხვა დაავადება ჭირს მაგალითად დედას, ან ყველაზე უარი შემთხვევაში დედა დაიკარგა, დაუშვათ უბედური შემთხვევა, ან შეიძლება გადაყო მშობიარობას, ან ბევრი სხვა ძალიან ცუდი სავალალო მიზეზით, რა თქმა უნდა, რჩებიან ლეკვები დედის გარეშე, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის, რომ ადრე იყო დაუშვათ თვითონ თხის რძეს წყალში ერთ-ერთში ურევდნენ, კვერცხს მატებდნენ და რაღაცნაირად, მაგრამ თვითონ უჭირდათ გამოკვება, გადარჩენა, იმიტომ რომ ეხოცებოდნენ როგორც კნუტები, ასევე ლეკვები და სხვადასხვა მე მინდა ვთქვა, რომ ვეტერინარიაში სწორედ ძალიან ნუტრიციოლოგების, მეცნიერების მიერ მოხდა სერიოზული, ესე იგი, მუშაობა იმ კუთხით, რომ არა მარტო ბავშვები შეიძლება გამოვზადოთ ხელოვნურად, ასევე ცხოველებიც. სწორედ ანალოგიური რაღაცა გარკვეული ცხოველისთვის მისაღები ფორმულა შეიქმნა და სხვადასხვა მე მინდა დოლფოსი, ეს ერთ-ერთი პოლონური კომპანია, რომელიც წარმოდგენილია მეგავეტის ოფისში და საერთოდ დისტრიბუციაში მთლიანად, ვინც კი ჩვენ სარგებლობთ ამ პროდუქციით, არის ესეთი უნიკალური პრეპარატი, როგორც დოლმიკ ფაფი. ეხლა დოლმიკ ფაფი რა არის? ეს ფაქტიურად არის ძაღლის რძის შემცვლელი ფხვნილი, რომელიც სპეციალურად თბილ წყალში ხდება მისი, ესე იგი, განზავება, ესე ვთქვათ და სპეციალური ეხლა კიდევაც ეხლა დავიჭერ. ხელოვნური რძე არის, რა თქმა უნდა, ეს არის ფხვნილი, რომელშიც ხდება, ესე იგი, 30 მლ-ში უნდა გავაზავოთ, იმის მიხედვით თუ რა წუნის არის ლეკვი და სპეციალური, ესე იგი, მასაწვარათი უნდა ბოთლიკეთ და ბოთლში ისხმება ამაში ყველაფერი აბსოლუტურად და ესე იგი ვაჭმევთ საათობრივად, რა თქმა უნდა, ჩვენს ლეკვებს. ყოველ 3 საათში ერთხელ.
ჯერ თავიდან უფრო ხშირად, მე რა თქმა უნდა იზრდება 4 საათში ერთხელ. ეს არის იდეალური, ზუსტად მიახლოებით არის თითქმის 1 ერთში არის დედის რძის შემცვლელი, უბრალოდ ეს არის რომ ცოტა ანტისხეულები არ აქვს, რასაც ბიოლოგიურად დედა გადასცემს შვილებს, მაგრამ ამასობაში ჩვენ მივაწვდით ვაქცინების სახით ამ ყველაფერს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კიდე აქ რა არის, რომ ის დაგემოვნებები ის ყველაფერი მოსწონთ ლეკვებს და სიამოვნებით ღებულობენ. სხვათა შორის აი აქ არის ყველა სახის მიკრო და მაკრო ელემენტები, ყველა სახის ვიტამინები და ეს მთლიანად ავსებს იმ ყველაფერს და ძალიან ხელს უწყობს მათ ზრდა განვითარებას. ამინომჟავებსაც შეიცავს და ამავდროულად და ანალოგიურად ესეთი არის კიდე კატებისთვისაც. კატებისთვისაც არის და ესე dolmic cat ესე ქვია. სწორედ ანალოგიურად არის. ოღონდ პატარა ზომის პატარა საწოვარ აქვს იმას, პატარა ბოთლი რა თქმა უნდა და უნდა ვიცოდეთ თუ აი რა წონის არის ჩვენი კნუტი, თუ ჩვენი მაგალითად ლეკვი, ხო? აი მაგალითად ლეკვები აქ არის 80-100 გრამიდან ზემოთ. დახალდაბადებულებს რამდენი უნდა მივცეთ? კითხვის გვისმე 5 მილilitrზე მეტი თავიდან არ არის რეკომენდებული. მე გადავდივართ 10 მილilitrზე და შეიძლება 20-მდეც კი ავიდეთ, გააჩნიათ როგორ ვითარდება, იმიტომ რომ ჩვენ ზედმეტ გადაჭარბებული მიცემით საკვებით შეიძლება გადაევსეს მუცელი და პრობლემაში გაზუკები და ის მეტეორიზმი წარმოიქმნას. ამიტომ რა თქმა უნდა, აქ არის ის შემადგენლობა, რომ ამაზეც კი იზრუნეს ჩვენმა ნუტრიციოლოგებმა, ჩვენმა ესე იგი დოლფოსის შემქმნელებმა ისე ვთქვათ, რომ ესე იგი პრობიოტიკებს შეიცავს, პრებიოტიკებს შეიცავს, ყველა სახის ესე იგი ისეთ საჭირო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც მონელებაშიც კი ხელს უწყობს და შებერილობას, შეიძლება საწინააღმდეგო საშუალებასაც კი მსახურება. ეს ძალიან ცნობილი ძალიან მიყვარს მე ძალიან და ანალოგიურად ეხლა მარტო ჩვენ ვილაპარაკეთ ახალდაბადებულებზე, მაგრამ როდესაც რაღაც გარკვეულ ერთ თვეს მიაღწევს უკვე ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ ვირბაკის ლეკვის, აი ფაფის საკვებზე გადავიყვანოთ, გამოვკვებოთ ამითი და ასე შემდეგ. მაგრამ გარდა ამისა, მე ვახო შევამჩნიე, აი ლეკვის ჯუნიორ დოზი, ნუ ჯუნიორი მაინც ეს ითვლება 4-5 თვის, 6 თვის ასაკის ლეკვისთვის, მაგრამ ეხლა რა ხდება? გააჩნია ჯიშს, გააჩნია როგორი დატვირთვა გვაქვს, ჩვენ ენერგეტიკული დატვირთვა როგორია. აი დავუშვათ ჩვენ თუ გვყავს აი მონადირე ცხოველი, რომელსაც აი ჯეკრასელ ტერიერი თუნდაც კოკერ სპანიელი ან დავუშვათ დახარი, უცხარი და ასე შეცეტერი და იმაჭირდება მეტი დამატება ვიტამინების, რომ მათი სხეული იყოს გამხდარი, გრაციოზული, დაკუნთული და ენერგეტიკული ესე იგი ბალანსი ღებულობს ორგანიზმმა, რომ მათ საველე პირობებში ძალიან გადალახოთ დიდი რაოდენობით ტერიტორია. სწორედ აი როგორც ჩვენ სპორტსმენებს ჭირდებათ დამატებით ვიტამინები, რომელიც შეიცავს კიდევ ერთხელ ყველა სახის ვიტამინები შედის. აქ არის B1, B2, B5, B6, B12, კალცი, ყველაფერი აბსოლუტურად. მიკრო-მაკრო ელემენტები, ყველაფერი და მცენარეული, ესე იგი, შემადგენლობაც კი არის, რომელიც იმუნურ სისტემას ძალიან ხელს უწყობს, რომ გქონდეს საერთოდ ვიტამინები რა მნიშვნელობა, რა ჩვენ ლეკობაში, როდესაც ვაძლევთ დამატებით, ის რას ემსახურება? ემსახურება კბილები გქონდეთ ჯანმრთელი. ჩვენ როგორც ვიცით 3-დან 6 თვემდე ისინი ცვლიან კბილებს, ხო? ამ დროს დიდი ენერგია მიდის აი ზუსტად ამაზე გამოცვლაზე. კალციუმი ხარჯება დიდი რაოდენობით და თუ ჩვენ არ მივაწოდეთ ჩვენს ლეკვს ამ პერიოდში შეიძლება დაიჩაგროს. ბეწვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი A, D ვიტამინებია, ბეწვის ხარისხისთვის, სიმდვარება, სიმკვრივე, ფოლიკულა უნდა იყოს ძლიერი, კანი ჯავი ეპიდერმისი უნდა ქონდეს ჯანმრთელი აბსოლუტურად და მხედველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინები, რომ მოხდეს იგი არ დაუზიანდეს მხედველობის ეს ორგანო. ანალოგიურად რა ზრდა იზრდება ცხოველი, ხო? ესე იგი წლამდე ფაქტიურად ხდება ზრდა განვითარება. აი ამ დროს ვიტამინები ჭირდებათ როგორც არასდროს. ყველა სახის ვიტამინი რო ის ექსტერიერი და ინტერიერი იყოს ზუსტად იმ სტანდარტებში, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. თუ დაუშვათ ბოქსიორს ცოტა კონტურის სისტემა უნდა განვითარდეს, ანალოგიურად კბილები, ანალოგიურად ყველაფერი და ყურები არ უნდა ჩამოუცვიდეს, იმიტომ რომ ყურების მაგალითად იქ ესეც ძალიან კავშირია ვიტამინებთან. ამიტომ კვება, აი თუ ჩვენ ცხოველს რამეს მოვაკლებთ, უკვე ყურებზეც ეთყობა, მხედველობაზე ეთყობა, თანაკბილვა არასწორად მიმდინარეობს. ყველაფერი გასათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარი, თუ როდესაც D ვიტამინის და D3-ის ნაკლებობა ხდება, ყალიბდება რაკეტი. რაკეტი არის ძალიან ისეთი დაავადება, რომელიც აი დაღრეცილი აქვს ფეხები, არ ვითარდება და შესახედავად ძალიან ცუდია ცხოველი. ამიტომ ჩვენ დროულად თუ ზამთრის პერიოდში დაუშვათ გვყავს ლეკვი გასაზრდელი, უნდა D ვიტამინი მივაწოდოთ, ომეგა უნდა მივაწოდოთ, აუცილებლად რომ იყოს იდეალურ ფორმაში ჩვენი
საوارელი ოთხფეხა მეგობარი. მე ხე ისევ ძაღლებს გადავედით, ისე კუნდებზეც გადავედით. გადავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფისოებისთვის ძალიან ბევრი ვიტამინები, იმიტომ რომ მათაც ჭირდებათ, ხა როგორც სპარსული, როგორც აი ბრიტანული, შოტლანდიური ჯიშის, მათ ბეწვი აქვთ გრძელი და თუ ჩვენ ვიტამინები არ მივაწოდეთ, მაშინ ხარისხი ფუჭდება და სცვივად და ულამაზოები არიან ისინი. ამიტომ მათი ჯიშობრივი თვალსაზრისით უნდა გავითვალისწინოთ ვიტამინების მიწოდება. ლამაზები არიან, ეს ბეწვი უელაოთ. ანალოგიურად აი სფინქს, მაგრამ სფინქს ბეწვი არ აქვს, მაგრამ სფინქს ჭირდება ანუ ვიტამინები, რომ ის კანი კონტქონი ჯამრთელი, რომ ნაოჭებში არ წარმოიქმნას პატარა წყლოლები, რომ თვალებიდან ცრემლდენა არ ქონდათ, პათოლოგია რამე ალერგია არ ქონდათ, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კიდე აქ ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული პასტა. ეს არის სპორტსმენი ცხოველების. ეს სხვადასხვა პოსტოპერაციული დროს ვაწვდით ჩვენ ცხოველს. დაუშვათ თუ სტერილიზაცია გასრაცია გაკეთან, სხვა რამე ოპერაბელური ჩარევა დაგჭირდა, მაინც ნარკოზი, მაინც ანტიბიოტიკები, მაინც დრგუნავს მათ, ესე იგი ენერგიის მოზღვავებას და ამიტომ ჩვენ გვაქვს უნიკალური ესე იგი დოლფოსის ეს აი ენერგეტიკული პასტა. ენერგიის ატებს შეიცავს ადენოზი ტრიფოსფორული ჩამოშორება, ენერგია იმდენად ემატება, რომ რა თქმა უნდა და აქტიური ხდება და პატრონიც და ის დამშვიდებული, როდესაც გიმაძლევთ ასეთ საშუალებებს რა თქმა უნდა. რომ არსებობს ბიოტინია მაგალითად დიდი რა, აი D-ვიტამინი, D3 რო გითხარით. ეს არის საერთოდ როგორც წვეთების სახით, ასე ფხნილის სახით არსებობს D3 მაგალითად. აქ არის აი ბიოტინი აუცილებელია ბეწვისთვის, ყველაფრისთვის კარგია. სპეციალური კოვზი არის, ამას უმატებთ, რა თქმა უნდა, წონის მიხედვით. რა თქმა უნდა და ეს გამოდის იდეალური რაციონი გამოგვდის, სრულყოფილი რაციონი და აი ცხოველი საათობრივად იზრდება და ყალიბდება. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. ნუ და გვაქვს პატარა ჯიშის ძაღლები, რა თქმა უნდა, მალტეზი, როგორც არის იორკი, აი ბეწვებზე მაქვს ლაპარაკი, მათაც ჭირდებათ ანალოგიურად ვიტამინები, რომ მათი ბეწვის სტრუქტურა ადამიანის თმასთან არის გაიგივებული, იმიტომ რომ მათ არ ცვივათ. მათ ჭირდებათ სწორად ვიტამინები, მათ ჭირდებათ კარგი შამპუნები, სპეციალურად დავარცხნა, გრუმინგი, ყველაფერი ჭირდებათ და აი ჩვენ როდესაც აი ამას ყველაფერს უზრუნველყოფთ ამითი, ეს იქნება იდეალურები იქნება და საგამოფენოთ სანახაობრივად მართა სასიამოვნოები არიან. ხო, აი მოხუც ძაღლებზე მინდა გკითხო. ჩემი ჯერ არ არის მოხუცი 9 წლის არის ლინდა. ჩემი ნესი დამიბერდა მე. აი თუ არის საჭირო რომ თქვათ ვიტამინების კურსი დავეხმაროთ. აი მოდი რჩევები მოგვეცი. რა თქმა უნდა, საერთოდ მე ესე ვიტყოდი რომ 7-8 წლის მერე უკვე ნელ-ნელა ხანდაზმულ პერიოდში გადადიან როგორც ძაღლები, ასევე კატები. ნუ ისინი უფრო მეც იძინებენ, უფრო ნაკლებად აქტიურები არიან, მაგრამ ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ მათ ესე იგი კაპრისებზე არ უნდა ვიაროთ. უნდა ვაიძულოთ, ისე ერთონ, იმოძრაონ, ესეც უნდა იწვდნენ, რა თქმა უნდა, ის აბაზანაც უნდა მიიღონ, მაგრამ გარდა ამისა, ისევ და ისევ ვიტამინებით უნდა შევაჯეროთ მათი რაციონი. საერთოდ ასაკობრივ ცხოველებს არ ჭირდებათ მაღალი პროტეინი, ცხიმი, მაგალითად და ნახშირწყლები. საერთოდ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ესე იგი, ცილა ამინომჟავებისგან შედგება, ცხიმი იშლება, ცხიმამჟავი და გლიცერინი, ბევრი აღარ გვჭირდება. ჩვენ უკვე ასაკოვანი ცხოველებს არის სპეციალ ვირბაქს აქვს შემუშავებული დიეტური ესეთი რაციონი, რომელიც ასაკოვან ცხოველებს, ესე იგი, მათ რაციონს უავსებს ყველადაირად. მაგრამ გარდა ამისა, მე მაინც ვიტყოდი, რომ მაინც დანამატები აქაც გვჭირდება ჩვენ. კიდ ბიოტინის, კიდ მულტივიტამინების სახით, რა თქმა უნდა, რომ მაინც მხედველობა იქნება, თუმცა ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ რამე ონკოლოგიურ პათოლოგიას არ ქონდეს ადგილი. თუ ჩვენ მაგალითად რაღაც სიმსივნოვანი წარმონაქმნი გვაქვს, აქ ვიტამინებზე ცოტა თავი უნდა შევიკავოთ, თორე სხვა შემთხვევაში იდეალურია ვიტამინები. ექიმის დანიშნულების გარეშე მაინც არ ღირს. ბუნებრივია, ამიტომ იმუნური სისტემა უნდა გქონდეს ძლიერი, ჩვენ ისევ და ისევ გავაგზავნოთ ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, სამთო შედგა ჭიაზე უნდა მივაწოდოთ და თუ სახსრების პრობლემა გვაქვს, ჩვენ აქ არის სხვათა შორის ეგ დოლფოს აქ ძალიან კარგი ფორმულა, რომელიც ეხმარება, ესე იგი, პრეპარატი არტრინი არის, საგლიკოზამინის შემცვლელი პრეპარატი არის, რომელიც იდეალურია ასაკოვანი ცხოველებისთვის. ეს სწორედ ანთებს გლიკოზამინი, ესე იგი, კვებავს ფაქტურად სახსრებს და შემდგომში უფრო აქტიურები და ნაკლებად უჭირთ გადაადგილება. ეს არის მართლა ძალიან კაი, მე ხშირად ვინიშნავ ამას და ჩემი პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან. სხვა შეფუთვით არის როგორც ჩანს დიდი და პატარა ჯიშების. და სხვა აი ეს პრეპარატი, აი ხა ეს არტრინი მაგალითად ეს აქ არის თითო ტაბლეტი
არის 15 კილოგრამზე. ხო, თუ დიდია წონით, ესე იგი თუ 30 კილო, მაშინ 2 აბი უნდა მიცეთ დღეში და ეს მთელი კურსი უნდა თქვი ჩაუტაროთ ცხოველს აუცილებლად რომ მოხდეს. სახსრებმა რომ არ შეაწუხოს. ამიტომ, ყველა კატეგორია ჩვენ ვილაპარაკეთ ცხოველებზე და ესე იგი უნდა ესე იგი ურინარის აი ამ პრეპარატზეც ვილაპარაკებ, რომ ესეც არის ხშირ შემთხვევაში, როდესაც შარტკენჭოვანი მიდრეკილება აქვს ძაღლებს. ამიტომ ესეც გავითვალისწინოთ, თუ ჩვენ ვხედავთ რომ აქვს მიდრეკილება, ეს ურინარი პრეპარატი ეს შლის ამ ოქსალატებს, ამ ფოსფატებს, რომელიც არსებობს შარდისბურგში და მოხდელდებათ შარდვაც და მოკლედ დაშლა ხდება ამ იდეალური პრეპარატის საშუალებით. სხვათა შორის, აი სახსრებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ცხოველებს, აი ჩვენ ვილაპარაკეთ ძალიან კარგ პრეპარატზე, როგორც არის არტრინი, მაგრამ ანალოგიურად, ესე იგი ჩვენ გვაქვს მელოქსიკამი. მელოქსიკამი ეს არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო გამაყუჩებელი საშუალება. საერთოდ არასტეროიდული პრეპარატს, ესე იგი ანთებას აქრობს, იმ მომენტში, როდესაც ტკივილს აყუჩებს და ცხოველს უადვილდება გადაადგილება. აქ ლაპარაკი არის ასაკოვან ცხოველებზე, ტრავმირებულ ცხოველებზე. მელოქსიკამი შეიძლება პოსტოპერაციულ პერიოდში გამოვიყენოთ. ასე რომ ეს არის ძალიან კარგი, ესე იგი ბიოვეტასი, ეს არ არის დოფოსი არა, ეს არის ბიოვეტასია, მაგრამ ეს პრეპარატი მელოქსიკამი, საერთოდ მედიცინაში ცნობილი პრეპარატია, მაგრამ ესე იგი ბიოვეტამაც უკვე შემოგთავაზა ვეტერინარულ ესე იგი სფეროში, რა თქმა უნდა, ცხოველებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ძაღლებისთვის, ასევე კატებისთვის. ეს არის სუსპენზია, რომელიც პერორალურად ვაძლევთ და ძალიან კარგ შედეგს იძლევა. მე კიდევ ერთი გაგაცნოთ, ციკლოვანსი, ეს არის ძალიან კარგი პრეპარატი, ციკლოსპორინის შემადგენლობა, რომელიც ატიპიური დერმატიტების, ალერგიული დერმატიტების იხმარება ძირითადად და ძალიან კარგად, აი ქავილი, როდესაც აქვს ცხოველს ზაფხულის პერიოდში და იქრიჯავს. ეს არის სპეციალური ესეთი პრეპარატი არის, სუსპენზია არის, ეს ძალიან კარგად პერორალურად ვაძლევთ, ესეთი ფლაკონია, ის უნდა გაიხსნას, მე ამას წამოიცვა სპეციალური ეს და მოკლედ აქედან გამოდით ჩვენ ესე იგი რაღაც დოზებს ვიღებთ, პერორალურად ვაწვდით და ესე იგი შედეგი მალე იდება, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ჩვენ ცხოველებს უნდა დავეხმაროთ, იმიტომ რომ ვირბაკის ბრენდია, არსებობს აი კი ციკლოვანსი აგერ არის როგორც ძაღლებისთვის, ასევე კატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დაბალანსებულია ყველაფერი და დოზირება უნდა ვიცოდეს, იგი ძაღლს სხვა დოზა აქვს, კატას სხვა და მოკლედ ქავილი საერთოდ ეს ძალიან დისკომფორტს უქმნის ცხოველებს, რა თქმა უნდა და შემდგომში ქავილისგან შეიძლება მექანიკური დაზიანება მიიღოს ცხოველმა თითონ და შემდგომში ბაქტერიალური პროცესი წავიდეს, დააჭირკდეს, გაღრმავდეს და მერე კიდევ და გართულდება და ამიტომ ჩვენ დროულად უნდა გამოვიყენოთ ეს საუკეთესო პრეპარატები. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. მაშასე ჩვენს ეთერში რუბრიკა სტუმრის დრო, არაჩვეულებრივი ადამიანი, ცხოველთა მოყვარული, გულშემატკივარი, ბლოგერი, ახალგაზრდა გოგონა ნათია ბახტურიძეა ჩვენი სტუმარი, არაჩვეულებრივ ბაბისთან ერთად, ბაბილინასთან ერთად, ხო? გამარჯობა ნათია. გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები თქვენს მაყურებელს. ესე იგი ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მასპინძლობა და ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებიც თავიანთი ოთხფეხა მეგობრების გარდა კიდევ ეხმარებიან სხვა ცხოველებს. მოდით ამით დავიწყოთ, მერე შესანიშნავი ბაბილინა გავიცნოთ. თქვენ და ქოჩის ოთხფეხა მეგობრები. ვიცი რომ ეხმარებით, ვიცი რომ მუდმივად ყვებავთ, მკურნალობთ. არც როგორ მოხდა ეს ურთიერთობა, ეს დაახლოება, ეს სიყვარული? მოდით გვიამბეთ ყველაფერი. ეს ურთიერთობა ალბათ უფრო დაიწყო 2020 წლიდან, როცა კი ბაბილინა მოვიყვანე. ანუ აი ბაბილინა მეტად გულისხმიერი გამხადა და ის სულ სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ხა მე სოფელში ზაფხულობით ჩავდიოდი, ძაღლი სულ ყავდა, თბილისშიც მყავდა ერთხელ პატარა ლეკვი, მაგრამ აი ესეთი შეხება არ მქონდა და მას მე აი სულ სხვანაირად ვუყურებ, მაგრამ აი თუნდაც ახალ წელს ადრე სულ მიხაროდა და აბა ფეიერვერკი და იყო ერთი ამბები, მაგრამ არა, მე აი როგორც კი ბაბილინა მოვიყვანე, ერთიც აღარ გამისვრია არასოდეს და რა თქმა უნდა ეს ყვება, ზრუნვა, ეს არის ადამიანობა. ჩემი აზრით პირველ რიგში და მეტად ადამიანურები უნდა ვიყოთ, თუნდაც ეხა ზაფხული მოდის, ანუ ყველამ რო ის გავაკეთოთ, რომ თითო რაღაცა წყლის ჯამები გავუკეთოთ, ან ჩვენ სამცხოვრებელ ადგილებთან და ასე შემდეგ, ან გამოვყვებოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ტრასაზე როცა გავდივარ, ქალაქგარეთ ან ზაფხული მოდის და უფრო მეტად დადიან ადამიანები ქალაქგარეთ, განსაკუთრებით აი დაუსახლებელ ადგილებთან მიყვარს ხოლმე გამოყვება. მიუსაფარების, იმიტომ რომ სოფელში მაინც ასე თუ ისე ვიღაცა გადაუყვება
გაუგდებს რაღაცას აჭმევს, მაგრამ აი ეს დაუსახლებელ ადგილებთან ყველაზე ცოდოები არიან ხოლმე და რა ვიცი, ყველამ ვაკეთოთ სიკეთე ისე როგორც შეგვიძლია შესაძლებლობის ფარგლებში. ნაცია ძვირფას ეს კი როგორი კარგი და კეთილი ამბები გვიამბეთ ის რომ დაუსახლებელ ადგილებში მიდიხარ ცხოველებს ყვებად აი მართლა სიკეთე გადამგდებია და მე მინდა რომ ეს თქვენი მაგალითი იყოს აი ჩვენი ტელემაყურებლისთვის მაგალითი ამას უყურებს ყველაზე მოწყვლადი თაობა გარდატეხის ასაკში მყოფი ახალგაზრდები რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად ესეთი მაგალითები. მოდი დავუბრუნდეთ ბაბილინას. შესანიშნავი ბაბი. აი რა იყო ბაბის ოჯახში შემოსვლის ინსპირაცია? აი როგორ გაგიჩნდათ სურვილი რომ ეს არაჩვეულებრივი პიროვნება მოგეყვანეთ რა საყვარელია? კარგად იქცევა. ქალბატონი ბაბილინა და აი რატომ ბაბილინა? სახალხო არტისტად წოდებული. ეს მე უკვე შეარქვა ხალხმა, თუნდაც ხაკუნა ხალხმა შეარქვა, იმიტომ რომ განსაკუთრებული ჩვევები აქვს სიბრაზის, ოღონდ მე ეს მე ცეკვად გადავაკეთე. და 2020 წელი რო დადგა და კოვიდი, ამოვიკეტეთ სახლებში და მივხვდი რომ ნუ გიждდებოდი აქტიური ცხოვრების მერე, ესე არაფრის კეთება ძალიან ცუდი იყო. ხა მყავს შვილი, მაშინ 17 წლის იყო და ხა დიდი ზრუნვა აღარ ჭირდება მას. და ამიტომ ესე რომ ბათვალიერებდი ხოლმე სოციალურ ქსელებში პატარა ძაღლი მინდოდა, იმიტომ რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლები დაუშვათ ტერიტორიიდან გამომდინარე და ესე ბაბილინა ვიპოვნე, დავინახე და ეს არის ჩემი მალამ, ოღონდ მართლა ის პერიოდი ამან გადამატანინა. და მე ამას მოყვა კიდევ 2. მართლა? 3 მყავს. ой, რა მაგარია. ესე იგი თქვენულით ყვებავთ, ასეირდებთ. აი რა უნდა იცოდეს ადამიანმა, თუ ეს არაჩვეულებრივი ჯიში იორკშირული ტერიერი უნდა რომ ყავდეს. ზოგადად მე ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ეს ჯიში განსაკუთრებით უყვარს. კი, ესე ძალიან ენერგიულები და კარგები არიან და რჩევა რაც თავარი, ანუ ამათ უნდა ძალიან ხშირი ვარცხნა, იმიტომ რომ ადამიანის თმის სტრუქტურა აქვს და ესენი ბეწვს არ იცვლიან. ანუ იზრდება იქამდე, სადამდეც გაუზრდით. შესაბამისად, ვარცხნა არის ყველაზე აუცილებელი. ნუ ის სტანდარტულად ოჭიებზე უნდა დაამუშავო, ნაცრები გაუკეთონ, ეს თავისთავად იგულისხმება ამ მოვლაში. მე არიან რომ თვითონ აჭრენ და უშუალოდ ჭხილებს, მაგრამ მე ამას ვერ ვაკეთებ და დავდივარ სალონში, ქალბატონი სხვანაირად ახლა არ ეკადრება. ხო და აი მე გამოფენები არის ხოლმე ის აზარტი, რამაც შემდეგი 2 მომაყვანე ეს მინია, პატარა არის და ვერ მიიღებ და გამოფენებში მონაწილეობას და პაულინა და ბონიტო არიან ჩემპიონები. მოკლედ ეს ერთად გავიარეთ, ვისწავლეთ, ეს შემიყოლია მე ნელ-ნელა ამამებმა და რა ვიცი, ეს ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ძალიან კარგია ზოგადად განსაკუთრებით ვისაც ბავშვები ყავთ სახლში. მე ესე მგონია რომ 4 ფეხა მეგობრები, აი როცა კი ზრუნვას სწავლობენ, მე ის არ არსებობს ქუჩაში რომ გავა იმ ქუჩის მიუსაფარსაც მოეფერება და უფრო მეტად გულისხმიერები იქნება. მე ესე მგონია რომ მათი ყოლა ბედნიერება. ნამდვილად ასეა, ჩემო კარგო ბლოგერი ხარ, ძალიან ცნობილი, პოპულარული, ხალხისთვის საყვარელი. მე გამონაკლისი არ ვარ. ძალიან ხშირად ხვდები თქვენს პოსტებს. აი, რისი თქმა გსურთ? ძაღლების შესახებ, ჩვენი არაჩვეულებრივი 4 ფეხა მეგობრების შესახებ. ძალიან კარგია ზოგადად ცნობიერების ამაღლება ყველა მიმართულებით. ტელევიზიიდან, სოციალური პლატფორმებიდან. აი, გთხოვთ, რა არის თქვენი სათქმელი? ჩვენ ამით სიყვარულს და პოზიტივს გავცემთ. რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაში ხდება და უშუალოდ ძაღლებთან დაკავშირებით რაღაც აქტუალური პროცესები, ჩვენ ამაში ვეხმაურებით, ჩართულები ვართ და ვაკეთებთ განცხადებებს და მხარდაჭერას გამოვთქვავთ ამაზე და ძირითადად აი ეს მე კიდე არის აქ ბევრი შიდა თემები არის, რასაც განვიხილავთ და უშუალოდ შეჯვარებასთან დაკავშირებით, რატო არ უნდა შეჯვარდეს ყველა, თუნდაც რომ ავიცილოთ მე თუნდაც აი ქუჩაში რატომ არის ამდენი ძაღლი? ეს ძაღლის ბრალი ხომ არ არის, ეს არის ადამიანის ბრალი პირველ რიგში და აი თუნდაც აი ამათან იორკები, ხა მე ვიწროდ მაქვს აღებული ეს თემა, აი აქაც კი რატომ არ უნდა თუნდაც შეჯვარდეს ყველა, რომ არ არის აუცილებელი და ნუ სხვადასხვანაირი ესეთი პრობლემები არის ხოლმე და აი ამ ყველაფრის ქარცეცხლში ვხვდებით ხოლმე. ნათია ჩემო კარგო, მე ახლა კი მინდა მე გავეტის ჩვენი პარტნიორი ფირმის გან გადმოგცეთ საჩუქრები. ეს არის ფრანგული ფირმის ბიოგანსის შამპუნი, სპეციალურად ბაბისთვის, რათა იყოს მუდამ სუფთა და ლამაზი ჩვენი გოგო და ეს ყველაფერი არ არის. ეს არის ასევე
ამ ამავე ფირმის, ფრანგული ფირმის ბიოგანსის სუნამო. სპეციალურად ბაბილინასთვის. ძალიან უყვარს სუნამოები და ესეთი გაპრანჭული ივრის დაბანილი აბზიარებული თმებით. და ეს ყველაფერი არ არის, მე მინდა გადმოგცეთ ფრანგული ფირმის ვირბაკის ჰიპერპრემიუმი კლასის საკვები. ეს არის ძალიან ცნობილი ბრენდი და საქართველოში არ არის ანალოგიური, მინდა გითხრათ. ანუ პრემიუმ კლასის არის, მაგრამ ეს არის ჰიპერპრემიუმ კლასის სპეციალურად ბაბისთვის და მისი ორი მეგობრისთვის, რომლებიც სახში ელოდებიან. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ზუსტად საკვების შერჩევის პროცესში ვართ, მე და ბაბი, გადამყავს სხვა საკვებზე და აი ვიცი რომ ვირბაკს და შეარჩევთ არჩევას, აი ეტვი არ მეპარება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. დღეს კი მე ამით დაგემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.